და მამისა და დადისა და სულისა თვისა და ულაზგეოსად ფიქრშობას მადლობა მას ჩვენთვის იშვა ჩვენთვის განგასნა ჩვენთვის ეწამა ჩვენს მინდა აღდგომი გავიღოს სამოთხის კარებიდან ჩვენს უნდა გავუღოთ ჩვენი გულის კარები და გაღება კიდე რას ქვია ადამიანი უნდა მივხვდეს რომ ყველაფერი ხილული არის წამი ეს მეტი რო ხილავია ამ ხილულის გამო შეიძლება ადამიანს ავიზრდება ერთი ზომები რაც არის მიწის გამო მატერიის გამო ასევე ოჯახებში ახლა შეადან როაკუთხებს სახლებს მოზღუდები შეატყვით რომ სახლებში გვეუბნებიან რომ ჩადონახეს ამას ვინ აკეთებს რუსეთიდან ევროკავშირიდან ხო აკეთებს არა აკეთებს მეზობელი ახლობელი ნათესავი მაგრამ ბოლოდებით ვერ დაამარცხებს ისინი დაამარცხებს ბოლოდებას ადო აკეთებს ადამიანი ჩადო იქნება თუ ამ ფიზიკურად რაღაცას განცეს ზამებს იმიტომ რომ მაშინ არა ღმერთი და შეიძლება როდესაც ვუყურებთ ეს ჩვენ ყველას მიწერია ლოსანტის სასიშნავს რომ მაშინ შევიდეს ღმერთი და მაშინ თუ შევიდა ღმერთი კი მოყოლეთ გადაიქცევა და რაც შეეხება ერთია ქადაგება რომ ჩვენში იყოს ღმერთი გულის კარები გავუღებ ახლა ხშირად შემაგარითი მოყავს რომ მოზღვარი ვარ 99 წინა და ხან გაგითქვა ხან გაბრაზება მომარცხებს ეს ჩვენი სწავლებით უყოფილი არის მარტო ღმერთი ამიტომ უიმედობაში მივჩავარდებით თუ თქვენში შემოვიდა უიმედობა ეს იმას ნიშნავს რომ შენ დაკარგე ღმერთი როგორ კარგავთ მეცა ცოდვების გამო კარგავთ კიდე ერთი კარგავთ ეს ცუდის ყურების გამო და რამდენია ბავშვები არ ვფრთხილებიან ეს საშინელებებს უყურებენ და მარტო ამას არჩევანი საშუალება გვაქვს მშობლები რო ვართ არის ქრისტიანი მოთმინეები არის წმინდა ცხოვრებები ეს წმინდა ცხოვრებები ჩვენ თვითონ უნდა ვიგეთქოთ ეს მარინე იქნება ბარბარე იქნება ნიკოლოზი თუ მამა ანტონი თუ სხვა წმინდა გიორგი ახლა ყველაზე მეტი საოცარია საქართველოში წმინდა გიორგის როცა ადამიანს ეცინება უნდა გიყვარდეს ტერი რამდენია გაბროდებული ზოგი შილეთ მეზობელზე ტერიტორიებს უყვარდეს ზოგი დასავლეთ არასწორი ქორწინება რომ აქვს მაგრამ რა ვიზდება ადამიანს ცოდნა რა აქვს იმისა რომ პავლე მოციქული მტერი იყო და გახდება მოციქულთა თავი კიბრიანი ჯადოქარი იყო მეტი მტერი იყო სატანას მეგობარი იყო და გახდება მდერ მოწამე ვისი ლოცვით იუსტინას ლოცვით და შეად მოყავს ავგუსტინეს მაგალითი რომ ავგუსტინე გარკვეულ ცხოვრებას ეწეოდა მართლმადიდებლის არ იყო და დედა ტიროდა მასზე და მოწყობილ ილოცეოდა დედის თვითონ ნაყოფი გამოიყო და იყიდება ნეტარი ავგუსტინეს წიგნები ზეგი ლოცვა არის გამოსავალი ახლა რაც ხდება მარტო საქართველოს კი არ ხდება მთელ მსოფლიო გადის ბეწვის ხიდზე იმპერიები იჯახებიან ერთმანეთს და ამ ტერიტორიებია უკრაინა და ღაზა და ეს შეიძლება მთელ მსოფლიოს მოედოს და ესე ნაწინასწარმეტყველებია რომ ომი არ გაჩერდება და შეაჩერებს ის ვისაც ჩვენი სწავლები თქვი ანტიქრისტე და რატომ მოხდება ეს რატომ მოტყუდება ხალხი მე რატო ტყუდებოდი როცა დავდიოდი იქ როცა სკოლაში ვიყავი ლენინის აღონზე იმიტომ რომ ცოდნის საშუალება არ მქონდა მაშინ ბიბლია გაგებული მქონდა მაგრამ შინაარსი არ ვიცოდი ახლა რო ტყუდება ქართული ადამიანი ютубეთვის ჩემი ასაკი და ევროკავშირი გავუხდა მიზანი ხშირად მოვებრო რა როგორ შეიძლება მიზანი იყოს ევროკავშირი შენ თუ მოწონე ხარ მიზანი უნდა იყოს ღმერთთან კავშირი ევროკავშირი რატომ მოყოლადი იმიტომ მოყოლადი რომ ბავშვებს ასწავლიან იმაზე იფიქრონ უნდა იყოს ბიჭი თუ გოგო იმიტომ მოყოლადი რომ ზოგიერთ ქვეყნებში არასწორი ქორწინება დაკავებული და როცა ზოგი მოდელი იმას ლაპარაკობს და მას მთელი ის უყურებს ინტერნეტი და ტელევიზია რომ ძალიან ვინ გაგატყუებს განა არ ხდება იმას რომ ღალატია კანონითა ღალატია საბერძნეთი ავიღოთ არასწორი ქორწინება დააგონებიეს ქვეყანა სადაც ქვეში ათონიშთა აქედან რა ჟანს როგორც კომუნისტური წობა იყო მოღალატე თვითონ კანონია მოღალატე რასაც ქვია დემონოკრატია მაგრამ მე რატო ვარ ბედნიერი ამ დროს მე ვარ ქართული ეროვნებით არა იმიტომ რომ დედა იქა შვილი აქა ცოლი იქა მარია აქა ქართული უეჩედება საქართველოს იყო საშინელება იმიტომ რომ ბედნიერი როგორც მოწუნე რომ რასაც საბჭოთა კავშირი ქვია ბევრი ისე მოკვდა ცოდვა რა იყო არ იცოდა კიდე საშუალება გაქვს რომ გაიგო და მე მიხარია ხარ რამდენი ადამიანი ეზიარა ხა დღეს დილას
და საღამოს დამდოს 2 თუ 3 წელი არ ამხელა დატმა ხდება ეკლესიის მსახურებზე ფიჩვენებენ ეგ ძვირფას სახლები რო აქვს და ამის ეგ ძვირფას სასახლეები რო ძვირფას მანქანები რო ყავთ მაგრამ როცა გუშინ მეთია შენ იცი რომ ტაძარში თუ გადადიხარ რომ ზიარებით ხდელი კი არ შემოდის შენ ღმერთი შემოდის აი ზოგიერთი ამბობს შენ ხეით უნდა ვეზიარო ცუდა რა ადამიანს რო ზიარებით ღმერთი შემოდის შენში ეს შემოსვლა შენში რო იყოს ბედნიერება რა არის საჭირო რო გადაწყვიტო და ჩემი ცხოვრების წესი წლები გაადარო ღმერთის გასაფარად და მადლობა ღმერთს მაგრამ ეს არ არის ადვილი ამ თუ გვიწერია მოთვინები და შენ და მოიპოვე სული შენ და ამაში გეყოლება ლოცვა მარხვა აღსარება ზიარება და მე მაგალითი მაქვს მონასტერში რომ რამდენი ძილი არ ქონია ნერვოზი ქონია და განკურნებულა მონასტერში ყოფით აღსარება ზიარებები რამდენი უძლევია ფოტოების კემიდრეგილება წანის კემიდრეგილება ვისაც სული აქვს და ვისაც მარტო იმიტომ მოდის რომ სოსვა ასე უნდა დედას ასე უნდა ის ვერ სორდება შენ თვითონ უნდა გინდოდეს და რა არის შეუძლებელი ღმერთისთვის არაფერი ჩვენთან არს ღმერთი